სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დღეს ქართულ მძლეოსნებს შეხვდა. 60 იუნის ლეოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის ღია პირობაზე წარმატებას მიაღწია. ბაქოს ტურნირზე 15 ვაჟი და 7 გოგონა გამოდიოდა. მათ საერთო ჯამში 16 ოქროს, 11 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს медаლი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. სალომე რეგიშვილმა ბადრო 59.51 მეძებწყორთმა და ევროპის ჩემპიონატის ნორმატივი შეასრულა. ბაქოში ჩატარებულ ტურნირში 3 ქვეყნის საქართველოს, აზერბაიჯანის და სირიის ლეოსნები გამოდიოდნენ. ნაკრებს მომდევნო მნიშვნელოვანი შეჯიბრება 17-20 ივნისელის ევროპის გუნდური ჩემპიონატი ისლანდიაში გაიმართება. ბაქოს ღია პირობა ძალიან კარგი იყო, გუნდური პირველი ადგილი, ასევე ძალიან ბევრი მედლები აიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა, თითო სპორტსმენმა რამოდენიმე სახეობაში აიღო 2 და 3 медаლი. მინდა მივულოცოთ, ეს მართლა დიდი წარმატება იყო ჩვენთვის. ახლა რაც დრო ვირბინე, მაგ დროით პირველ ადგილზე გასვლა შეიძლება, იმიტომ რომ ნორმალური დრო იყო. გარკვეული ცვლილებებიც მოხდა, გამოიკვეთა ლიდერები, ლიდერთა სია შეიცვალა, ახალგაზრდა თაობამ გამოიჩინა განსაკუთრებით თავი და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს